ადამიანი გამოდის და იმასობა ხალ პრეზიდენტს შეელაპარაკება. ხალ პრეზიდენტზე წეგან თქვა ირაკლი კობახიძემ ორი პარასკევი გააქვსო დარჩენილიო ის ხვალინდელ ვიზიტზე როცა კითხვა და ორი პარასკევი გააქვსო სალომე ზურაბიშვილზე არ უნდა ბედავდეს და არ უნდა ამბობდეს რომ ორი პარასკევი დარჩა და ასეთი შეურაცხმყოფელი კომენტარით არ უნდა მოიხსენიებდეს პრეზიდენტი გასკერი მაგრამ ჩვენ გვყავს სულელი პრეზიდენტი ამ პიროვნებას მე მგონი ასე და ასე მეჩვენება თავის ნაცვლად მხრებზე ქოთანი აბია და შიგნით ტვინის ნაცვლად ლობიო უდუხს მივირთვათ ჩვენს მიერვე შეკვეთილი ეს არაჩვეულებრივი კერძი ცხელცხელი პირდაპირ ქოთნიდან ოღონდ ყურადღებით ვიყოთ ლობიოს ქოთნის ნაცვლად ბოლოს ღამის ქოთანი არ შეგვჩეს სუფრაზე და შესაბამისად ლობიოს ნაცვლად შიგნით ის რისისუნიც იდგა რამდენიმე დღის წინ პარლამენტში. სალომე ზურაბიშვილს ყველაზე სამარცხვინო კანდიდატს საქართველოს პრეზიდენტობის ისტორიაში ხმას მისცემს მიმაჩნია ქვეყნის გამყიდველად მასთან ერთად. პირდაპირ ამბობს ღიად ვაცხადებ. რენეგატი მტერი მოღალატე არ მიყვარს ასეთი ფრაზებით, მაგრამ რა უწოდო ადამიანს ქალბატონს სალომე ზურაბიშვილს ვითომ დამოუკიდებელ კანდიდატს. წერი რეზიდენტი ლეკალა. საქართველოს მავნებელი ლეკალა. მოყალა რო არის ეს ფაქტია, მაგრამ დედამწმული რეზიდენტი. ამ ქალის ქვეშ, ფეხქვეშ უნდა იწოდეს მიწა. ეს არის ჩაოლებრივი მოღალატე. ეს არის ამ ქალის გაჟღერებული გზავნილები. ეს არის ის, რაც რუსეთს გაუადვილებს საქართველოს ტერიტორიების მიტაცების დაკავებას. ეს არის კლასიკური ღალატი საქართველოსი. კლასიკური სქემა მტრის და ყველა ქართულ პატრიოტს მიუხედავად პოლიტიკური შეხედულებისა მოუწოდებ არ დაუშვას ამ ქალის მიერ თავისუფლად კამპანიის ჩატარებაც კი საქართველოში. პრეზიდენტად არჩევაზე აღარ ვსაუბრობ. ერთ-ერთი პუტინის ნარატივის გამეორება, რასაც ის უკვე აკეთებს პრეზიდენტის რანგში. მე დღით ვწმუნდები, რომ ეს ქალი აუცილებლად დაასრულებს იმპიჩმენტი. სალომე ზურაბიშვილმა დაასრულა და დაასრულა საკუთარი თავი, დიდი ხნის დასრულებული საკუთარი თავიც იმ ადამიანმა, რომელიც ყველაფერია საქართველოს არჩეული პრეზიდენტის გარდა. ის არც აურჩევიათ და ის არც პრეზიდენტია. ეს არის ადამიანის მკვლელობაში თანამონაწილე რუსულ სანქციებში თანამონაწილე საქართველოს სამარცხვინო და სასაცილო მთავარსარდალი, რომელიც მეგრულის და სვანური ენების სწავლებაზე მეტყველებს და თვითონ ქართულად მეტყველებაც უწევს. ორი პარასკევი ეს ხალხი არის პრეზიდენტი გასკერი მაგრამ